ბაღდადში სოფელ ხანში ტყეში გაჩენილ ხანძარს 200-მდე მეხანძრე ვერტმფრენითა და სპეცტექნიკით ებრძვის. შერეულ ტყის ფართობზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს 2 დღე ინტენსიურად ებრძვიან. მოგვიანებით სასაზღვრო პოლიციის 3 ვერტმფრენი ცეცხლის ქრობის პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცოცხალ ძალასა და სპეცტექნიკასთან ერთად ჩაერთო. ადგილზე მოწყობილია საგანგებო შტაბი. უწყების განცხადებით დასახლებულ ადგილებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა მიმდინარე წლის მასშტაბური წამლობითი ღონისძიებები დაასრულა. ჯამში 2025 წელს ცივი შესხურებით დამუშავდა 105784 ჰექტარზე მეტი ტყისა და სოფლის პერიმეტრი, ჯაგნარი და სიმინდის მასივი. თერმული ნისლით დამუშავდა 358620 ჰექტარი ტერიტორია. ქვეყნის მასშტაბით განთავსდა 8008 მონიტორინგის ხაფანგი და 208454 მოიზიდა და გაანადგურეს სადგური. სეზონურობის გათვალისწინებით გვიან შემოდგომაზე, როცა აზიური ფაროსანა შედარებით პასიურია და სახლის ხვენებსა და შენობა ნაგებობებში ინაცვლებს, სურსათის ეროვნული სააგენტო მონიტორინგს აგრძელებს. წელს ფაროსანასგან მიყენებული ზარალი მინიმუმამდე იყო შემცირებული იმის გამო, რომ სამუშაოები აქტიურად წარმოებდა. გვეუბნება ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მართვის უფროსი იმერეთში დავით ფანჩულიძე. პირველ რიგში მოსახლეობას მინდა აუხსნა ჩვენი პროგრამის პირველადი მიზანის შესახებ. ჩვენი პროგრამის მთავარი მიზანია სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვა მავნებლის მხრიდან დაზიანებისაგან. წელსაც იმერეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კულტურები ძალიან კარგი ხარისხის იყო, მოსახლეობამ ძალიან კარგი ხარისხის მოსავალი მიიღო და მავნებლის მხრიდან დაზიანება თითქმის მინიმუმამდე იყო შემცირებული. აღსანიშნავია ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ მიმდინარე წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ძალიან აქტიურად, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა. თერმული ნისლით მუშავდებოდა მოსახლეობის ტერიტორიები, ხოლო ცივი შესხურებით მუშავდებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ესე ვთქვათ, სასოფლო-სამეურნეო კულტურები, სხვადასხვა ფართობები, ტყის პირები და მოიზრდა და გაანადგურეს ხაფანგები გეგმიური, ესე ვთქვათ, დამუშავების რეჟიმით, ესე ვთქვათ. აღსანიშნავია ის მომენტიც, რომ ის პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში, ასევე ეფექტურია სხვა მრავალი მავნებლის წინააღმდეგ, მაგალითად სიმინდის ფარვანას წინააღმდეგ ძალიან ეფექტურია, რაც ძალიან დიდი რაოდენობით გვხვდება სიმინდის ფართობებში ზაფხულის პერიოდში. და ამ ხრივაც ჩვენი წამლობა ძალიან ეფექტურია მოსავლისთვის და კარგი ხარისხის მოსავალს იძლევა. მავნებლის ბიოლოგიური თვისებებიდან გამომდინარე ამ პერიოდში შემოდგომაზე, როდესაც ტემპერატურა იკლებს, აზიური ფაროსანა ემზადება გამოსაზამთრებლად. ესე ვთქვათ, ერთგვარ მიგრაციას აკეთებს, რეზერვაციას აკეთებს, ისე სახლებში, ისეთ ადგილებში, დახურულ შენობებში, მშრალ ადგილებში, სადაც მოსახლეობისთვის უკვე თვალსაჩინოა აზიური ფაროსანა და შემაწუხებელი ეფექტი აქვს, რაღაც დისკომფორტის გამომწვევი არის. ესეთ პერიოდში მოსახლეობა უნდა იცოდეს, რომ აზიური ფაროსანა მიგრაციას აკეთებს ისეთი ადგილებიდან, სადაც სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკა, ესე ვთქვათ, ფიზიკურად ვერ ახერხებს მუშაობას, შეწამლითი სამუშაოები ვერ ხორციელდება, მაგალითისთვის ვიტყოდი, რომ მაგალითად შუა ტყეში, სადაც ინფრასტრუქტურა არ არის, გზები არ არის, სპეცტექნიკა ვერ შედის და წამლობას ვერ ახორციელებს, პრაქტიკულად იქ, სადაც ხელს ვერ უშლით გამრავლებას, ყველა იმ ადგილებიდან შემოდგომაზე, როცა ტემპერატურა დაახლოებით 16-17 გრადუსის დაბლა მოდის ნელ-ნელა, ფაროსანა იწყებს უკვე თავის გადარჩენას, გამოზამთრებას, რომ გაზაფხულზე შემდეგ ისევ გამოვიდეს, ისევ გააქტიურდეს და განაგრძოს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება. ესეთ პერიოდში მოსახლეობის აქტიურობის დროა, მე ყველას მოუწოდებ, რომ მცირე ქიმიური წამლობებით, მცირე მექანიკური საშუალებებით, თავიანთ სახლის პირობებში იქნება, ეზოს პირობებში იქნება, საკარმიდამო ნაკვეთებში იქნება მცირე წამლობები აუცილებლად განახორციელონ ფაროსანას წინააღმდეგ.
ბოსლევში სატყეო უბანზე წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს. ერთ-ერთმა ადგილობრივმა 4 კუბური მეტრი პირველი ხარისხის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა. სამართალდარღვევის შემდეგ მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალების შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი. მოჭრილი ხეები კი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საქმიან ეზოშია დასაწყობებული. ხსენებად წაბლი წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში შემდგომი რეაგირების მიზნით. ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ნებისმიერ შემთხვევაზე გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული მკაცრი სანქციები. ქუთაისში მუხრანის ტყის აღდგენის ღონისძიებები მიმდინარეობს. ტყის აღნიშნული ტერიტორია, სადაც ენდემური და წითელი ნუსხის სახეობა უნიკალური იმერული მუხა გვხვდება, 10 წლეულების განმავლობაში უკანონო ჭრებმა და დაბინძურებამ მნიშვნელოვნად დააზიანა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ქუთაისის მუხნარში ხეების დარგვის აქციაში მიიღო მონაწილეობა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად. ტერიტორიაზე 40-მდე იმერული სახეობის მუხის ნერგი დაირგო. ეროვნული სატყეო სააგენტო ქუთაისის მუხნარში ტყის აღდგენის ღონისძიებებს 2018 წლიდან ახორციელებს. სანიტარული ჭრების პარალელურად განხორციელდა როგორც დარგვის, ისე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის ფარგლებში დატბორილ ტერიტორიაზე ჩატარდა სადრენაჟის სამუშაოები. დღეისთვის ტყის აღდგენის ღონისძიებების ფართობი 270 ჰექტარს მოიცავს. დარგულია 9500-მდე ფოთლოვანი სახეობის ნერგი. მათ შორის წითელი ნუსხით დაცული იმერული მუხა. პერიმეტრი შემოღობილია. თვალსაჩინოა ბუნებრივი განახლების კარგი მდგომარეობა. სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს ტერიტორიის მონიტორინგი. იმერეთში მუხნარის ტყეში, რომლის აღდგენა დაიწყო 2019 წელს. ვხედავთ, რომ ჩატარებულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო და მომავალშიც სამინისტრო და სააგენტო გააგრძელებს ტყის პასივების აღდგენას. ჩვენს უნივერსიტეტში აქტიურად ფუნქციონირებს ეკოკლუბი, რომლის მიზანიც არის სტუდენტებში გარემოს დაცვითი და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება. შესაბამისად, სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მცირე თუნდა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ბუნების გამწვანებასა და ტყეების გაახალგაზრდავებაში. ქუთაისში მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში საქართველოს გუნდური ჩემპიონატის 3 ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. მასში 5 რეგიონის თბილისის, აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო სვანეთისა და იმერეთის 34 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირი ქუთაისის თვითმმართველობისა და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. გამარჯვებული გუნდები და მათი მწვრთნელები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.